ახლა ისეთ რამეს გავაკეთებთ, რაც მე პირადად საქართველოში არსად არ მინახავს. ავიდა ისტორიული მომენტი. ჩვენი თვითამწედრონით, ჩვენი სახლის სახურავზე უნდა ავზიდოთ მზის პანელები, რადგან არასდროს გადავიხადოთ ელექტროენერგიის საფასური და რაც ყველაზე მთავარია, არასდროს ჩაგვიქრეს სახლში შუქი. აბა წავედით. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი სახლი გახდეს ელექტროდამოუკიდებელი. ამისთვის გიორგი, როგორც ხედავს, ჩემს უკან აწევს ჰაერში დრონს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოში უკვე არსებობს ისეთი კომპანია, როგორც არის EcoFlow, რომელსაც გააჩნია მსგავსი დანადგარები, რომელიც გახდის ჩვენ სახლს ელექტროდამოუკიდებელს და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში გაგიზიარებთ და გამოცდით მის ეფექტურობას. გიორგი, მოდი ახლა ხელს აუხსნათ, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებელი სახლი. ძალიან კარგ რამეს ნიშნავს, რომელსაც ეძღვნებათ გამანდელი ვიდეო და ამ ყველა ეტაპს, რამდენიმე ეტაპისგან შედგება ეს პროცესი, გაგიზიარებთ. პირველ რიგში უნდა აუხსნათ, რა არის ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენს შემთხვევაში. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ ნეტო აღრიცხვის ჩართვას, ასევე ვაყენებთ შემნახულ სისტემას, რომელზეც დეტალურად თეონა ილაპარაკებს, ერთი სული აქ როდის დაიწყებს EcoFlow-ზე საუბარს და ასევე რა თქმა უნდა, როდესაც არ ვიცი, მზის პანელების მონტაჟზეა საუბარი, რა თქმა უნდა, გჭირდება კომპანია, მომსახურე კომპანია, რომელიც განახორციელებს მონტაჟს, რომელიც კონსულტაციას გაგიწევთ და მოკლედ ყველაფერში დაგეხმარებათ, რა ეტაპებიც სჭირდება იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩაერთოთ, გაეშვათ, ნეტო აღრიცხვაში იქნება ეს თუ უბრალოდ შემნახველებზე თქვენი სახლი. მაგაზე დავამატებ, კიდევ კონსულტაცია არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო, რეალურად დეტალურად გავიარეთ ეს პროცესი, ზუსტად ეს ეტაპებიც გავიარეთ და პლუს განცხადებებიც დაგვაწერინა იმ კომპანიამ. ხო, მოკლედ, პირველ რიგში გჭირდება კომპანია, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის OM Energy, რომელიც დაგვეხმარა კონსულტაციაში, როგორც თეო თქვა, ასევე შემოგთავაზა რამდენიმე ვარიანტი მზის პანელების. კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში Phonosolaris ბრენდის მზის პანელებს ვაყენებთ, 8 კილოვატს ვაყენებთ ჩვენ შემთხვევაში და კომპანია, რომლის წარმომადგენლები ცოტა ხანი შემოგვიერთდება და კიდე დეტალურად აგვიხსნის ძალიან საინტერესო პროცესს, რომელიც აქ მოხდება. მეორე რაც გჭირდება, ეს არის შემნახველი ჩვენ შემთხვევაში. ხო, ეს საჭირო არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნეტოში შეგიძლიათ ჩაერთოთ თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ნეტო აღრიცხვა არის, ესე ვთქვათ, დათვლის სისტემა პროვაიდერთან, როდესაც შენი მზის პანელებით გამომუშავებულ ენერგიას ითვლი, ანუ პლუსში აწვდი პროვაიდერს და შემდეგ უკვე წლის ბოლოს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთში გექვითება რა და არ გიწევს იმ ენერგიის გადახდა, რა ენერგიაც გამოიმუშავა შენი სოლარით. თუ პლუსში დაგიგროვდა? ჩვენ შემთხვევაში, ხო, პლუსში დაგიგროვდება იმ შემთხვევაში, თუ დამატებით შემნახველ მოწყობილობასაც ვაყენებთ, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის EcoFlow. ეს ნორმალურია, ჩვენს უკან აწყდება. კალო. ცოტა ხანი გვაცადე და დავიწყოთ. თავწეთ მას ცოტა ხანი რა, იქითი გატავეთ შეგიძლია. კი ბატონო, ეხლა რა შეეხება EcoFlow-ს, ბევრმა ალბათ იცის, რომ Coptertech უკვე წარმოადგენს ამ ბრენდს ექსკლუზიურად 2022 წლიდან და ჩვენს მაღაზიაში არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი ზომის და მოცულობის პორტატული ელექტროსადგურები EcoFlow-ს ბრენდის, თუმცა ბევრმა ასევე არ იცის, რომ EcoFlow-ს აქვს ცალკე ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტად სახლის ენერგოეფექტურობას და ენერგოდამოუკიდებლობას. ანუ ეს ხაზი ეხლა შემოვიყვანეთ ჩვენ საქართველოში, წელს დავიწყეთ აქტიურად ამაზე მუშაობა. იდეაში სრულიად ახალი პროდუქტიც არის. და რა თქმა უნდა, გვინდა რომ პირველი გავტესოთ ჩვენ სახლში. მე მგონი არ ვიცი პირველი ვართ თუ არა, რამდენიმე მოწყობილობა გაიყიდა. შეიძლება ვიღაცამ დაგვასწრო, მაგრამ შეიძლება უდივთ ჯერ არ დავყენებით, არ ვიცი. ძალიან დიდი ხანი მოვდივართ აქამდე, მაგრამ მინდა რომ ეხლა განახოთ როგორ გამოიყურება ვიზუალურად. აჰა, ესეც ჩვენი ულამაზესი Power Ocean-ი EcoFlow-სგან, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება. მაგრამ ამის თავარი დანიშნულება ლამაზი რო იყოს, ის არ არის მხოლოდ. მაგრამ ლამაზია და ნებისმიერ ინტერიერში ჯდება და როგორც ხედავთ, ძალიან თხელია, თითქმის შეუმჩნეველია, როცა შემოდიხარ ახლა ამ სივრცეში, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი აზრით ეს კომპანია და ეს დანადგარი არის ბაზაზე ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი, რადგან გააჩნია პირველ რიგში 15 წლიანი გარანტია, რომელიც ძალიან ბევრ კონკურენტს არ აქვს. 6000-იანი ციკლი აქვს, რის შემთხვევაშიც უზრუნველყოფს იმას, რომ 70%-ზე ნაკლები არ იქნება მოცულობა ელემენტების. კონკრეტულად ჩვენი მოდელი შედგება, როგორც ხედავთ, ეს არის 10 კილოვატიანი ინვერტერი და აქ უკვე გვაქვს LFP ელემენტები, რომელიც ძალიან ჭკვიანია. ჩამაკვეთებინე რამე. ესე იგი, თითო არის მეგობრებო 5 კილოვატის მოცულობის
ელემენტი, ამ შემთხვევაში გვაქვს 10 კილოვატიანი ელემენტი შემნახველი სისტემას გულისხმობ, ხოლო ინვერტერს რაც შეეხება, ეს ინვერტერიც 10 კილოვატიანი სიმძლავრის არის, როგორც უკვე თეო მახსენდა. და სამფაზიანია. ჩვენ შემთხვევაში ვაყენებთ სამფაზიანს, თუმცა, დამატებითი ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, ლინკი აღწერაში იქნება, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ვაყენებთ ამ შემთხვევაში სამფაზიანს, რადგან გვინდოდა, რადგან ავტომობილის დამტენები გვიყენია და ასე შემდეგ. თუმცა შესაძლებელია, ვისაც უბრალოდ ფაზა 0-ზე გინდათ, ფაზა 0-იანი ვერსიაც არსებობს, 6 კილოვატიანი ამ შემთხვევაში ინვერტერი დააყენოთ და ფაზა 0-ზე ჩართოთ თუნდაც ესე ვთქვათ, შემნახველი სისტემა. ერთ დავამატებ კიდე იმას, რომ ნეტო აღრიცხვა ჯერ კიდევ თბილისში ხელმისაწვდომი არის და ამაში თელასთან ერთად მოკლედ პროცესი იყო, რომელსაც ცოტა ხანში იმიტომ რომ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. ცოტა ხანში გეტყვით დეტალებს თუ როგორ გავიარეთ, თუმცა თბილის გარეთ ვინმეს თუ გინდათ ესე ვთქვათ ენერგოდამოუკიდებლობაზე იფიქროთ და ესე ვთქვათ დააპიროთ. ამ შემთხვევაში ნეტო აღრიცხვა უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი პროვაიდერისგან, თუმცა რჩება მეორე ალტერნატივა, რაც არის შემნახველი ელემენტები ფაზა 0-ზე ან სამფაზიანის შემთხვევაში. თითო ელემენტი არის დაახლოებით 5 კილოვატი მოცულობითი. ამ შემთხვევაში გიორგი როგორც ახსენა, ჩვენ გვაქვს 10 კილოვატიანი შემნახველი სისტემა, თუმცა ამის შესაძლებლობა არის 5 კილოვატიდან 45 კილოვატამდე, ამიტომ ცოტა უფრო მეტი თუ გჭირდებათ, შესაძლებელია სამფაზიანში 45 კილოვატამდე გაზარდო უკვე ამის მოცულობა. 9 ესეთი ელემენტის დაყენება შესაძლებელია არა მარტო სახლში, ანუ რეზიდენციალურ მიმართულებით, არამედ მცირე საწარმოებში, არ ვიცი, ფილიალებში, ასე შემდეგ, ყველგან შეიძლება დაყენდეს. კიდევ ერთი უნდა ვთქვათ ის, რომ IP65 სტანდარტია, ან ძალიან მაღალი სტანდარტია. გარეთაც შეიძლება დაყენდეს -20-დან +50-მდე, თუ ვარსდები? 50 გრადუსამდე, რაც ძალიან სიფოთებადი ელემენტიც არის. ცუდ პირობებში ამ ელემენტების დაყენება შესაძლებელია გარეთ. ყველაზე კაი გაჯეთი ასევე ამ სისტემაში არის Power Insight-ი, რომელიც არის პატარა მონიტორი. აქ უკვე უზრუნველყოფთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ხედავთ, რამდენია შემოდის მზისგან ენერგია, რამდენი ელემენტი მოხმარება არის. თვეზე, კვირებზე, მოკლედ. და მე ამის ოპტიმიზაცია არის შესაძლებელი სახლში. მაგალითად, თუ გაქვს 5 კილოვატი და არ ყოფნის და ამჩნევ რომ რომელიღაცა დანადგარი უფრო მეც მოიხმარს, ამის შემთხვევაში შეგიძლია მე უფრო უკეთესად შეფასება იდეაში აპლიკაციითაც შეგიძლია დაუკავშირდე კონკრეტულად Wi-Fi-ს დააკავშირებ და სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეგიძლია შეხვიდე და ნახო რა სიტუაცია, მაგრამ სახლში Smart House-ის ნაწილი არის, ჩვენ აუცილებლად არ ვიცი ზუსტად სად დავაყენებ, ალბათ აქ დავაყენებთ ეკრანს თვალისთვის და აქედან შევძლებთ დაკვირვებას. დღევანდელ გეგმებში კი შედის, რომ დავითთან საუბრის შემდეგ ზის პანელები ავიტანოთ სახურავზე დიდი დრონის დახმარებით, დავაყენოთ დღეს ტექნიკური სამუშაოები აქ OM Energy-ის დაგეგმილი ჩვენთან და ხვალ უკვე გავააქტიურებთ და ჩავრთავთ დამოუკიდებელ ენერგიას EcoFlow-ს დახმარებით. მეგობრებო, ამ ვიდეოში მე და თეო ვცდილობთ რომ ყველაფერი გაგიზიაროთ, მაგრამ თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად გამოუშვით კომენტარებში, მაქსიმალურად ვესწრებით უპასუხოთ, მაგრამ ასევე ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვესწრებით ყველაფერი გაგიზიაროთ, თუ რა გზას გავივლით და რას გავდივართ, სახლის აშენებიდან დაწყებული, აგერ ენერგოდამოუკიდებლობით დამთავრებული. დავით, სალამი. დავითი არის ჩვენთან OM Energy-ის წარმომადგენელი. მადლობა ძალიან დიდი. ესე იგი, მინდა რომ მაყურებელს ავუხსნათ რა ეტაპები გავიარეთ ჩვენ, იმიტომ რომ მე დავითთან ვიყავი ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, განცხადებების ამბებში და ასე შემდეგ. რაღაცები ვთქვი შესავალში, მაგრამ მინდა ესე ვთქვათ გავიაროთ ერთად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პირობითად ნეტო აღრიცხვაში ჩაერთო და თუ ნეტო აღრიცხვა არ გვაქვს ამ შემთხვევაში თბილის გარეთ, უბრალოდ ჰიბრიდულ რეჟიმზე, ანუ ელემენტზე რომ გადავიდეთ და გამოვიყენოთ ენერგია ესე. პირველ რიგში ვავსებთ განცხადებას, სადაც შევყავს მონაცემები, რამდენი კილოვატი გვჭირდება, რამდენი კილოვატის მოხმარება შეგვიძლია და ასე შემდეგ. მონაცემები ალბათ პირადი მონაცემები, საკადასტრო აბონენტის ნომერი და დამატებითი მონაცემები, რაც თელასში არის საჭირო. შემდეგ ან განცხადების შევსების შემდეგ ვაგზავნით ამ დანარჩს და ველოდებით უკვე, როდესაც დასტური მოგვივა, რომ ჩვენი განაცხადი არის წარმოებაში, 20 სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით, რომ დაგვიმონტაჟონ რევერსული მრიცხვა. და როდესაც უკვე რევერსული მრიცხვა დამონტაჟდება, ჩვენ უკვე შეგვიძლია მოვიდეთ თქვენს ობიექტზე, ჩვენი აღჭურვილობით, მზის პანელი იქნება, ინვერტორი თუ ასე შემდეგ და უკვე დავიწყოს პროცესი, რაც არის საჭირო მზის სადგურისთვის. საბოლოოდ, როდესაც მზის სადგური აშენება, თქვენ შემთხვევაში ხა დღეს დავიწყეთ და დღესვე დავამთავრებთ, უკვე გავუშვებთ Excel-ში, პირველად სატესტოდ გავუშვებთ, რადგან გავტესტოთ, ასე ვთქვათ, როგორ მუშაობს ეს მზის სადგური. თუ რამე შესაძლებელი იქნება შევასწავლოთ და შემდეგ უკვე დავაერთებთ Excel-ზე და გავუშვებთ უკვე ნეტო აღრიცხვაში ჩართვა. ეს არის მთლიანად პროცესი, რაც მოიცავს ნეტო აღრიცხვას. არაფერი რთული, უბრალოდ ცოტა დროში გაწეული. ძალიან ბევრს ეხლა როცა აპირებს ხოლმე რა. ამ ყველაფერში ინვესტიცია ერთგვარი. ყოველთვის ფიქრობენ return of investment-ზე, ანუ რაღაც რამდენ ხანში ამოვიღებ თანხას, რამდენ ხანში
ან ღირს საერთოდ თუ არა ამ სისტემის გაყენებას, მომგებიანი იქნება, არ იქნება, ეგ მაინც. საშუალოდ კერძო მომხმარებლებისთვის არის 5-დან 6 წლამდე. ანუ სახლები და კერძო ამბავში. პლუს შემნახველებიც რო გავითვალისწინოთ, კერძოებისთვის უფრო დიდი მომხმარებლებისთვის ასე ვთქვათ, უკვე 3 წელია უკუგება 2 და 7 წლამდეც კი ჩამოდის. ეს დიდი ბიზნესია. დიდი ბიზნესია, ხო და კერძო მომხმარებლებისთვის 5-დან 6 წლამდე. ეს 5-დან 6 წლამდე ვითვლით, რომ აი როდის გავსწორდებით ასე ვთქვათ ფინანსურად, მაგრამ ამის პლუს კიდე ის არის, რომ ამას ებატება ის, რომ ქოშიგორაზე მაგალითად ძალიან ხშირად ხდება დენი და ჩვენ, რა ვიცი, ხანდახან არის, რომ თელი საღამო ან შუადღეს 3 საათი, 5 საათი ელექტროენერგიის გარეშე ვართ ხოლმე. ამ შემთხვევაში უბრალოდ ბექაპი გაქვს, საერთოდ არ გაინტერესებს ეგ და დენი არ გიქრება არასდროს. ეგ პლუსი აქვს კიდე ამ ყველაფერს. რეალურად ეხლა რასაც ნახავთ დრონით პანელების ატვირთვა ესა საქართველოში არ ხდება ხოლმე, მაგრამ სერვისის ნაწილში ჩვენც შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს, ვისაც დაჭირდება ეს იქნება ბიზნესი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ დრონებით ყველაფერი გაგვიკეთებია ამის გარდა, თუმცა ამ სერვისსაც ვიწყებთ და ვინმეს თუ დაინტერესებს, მოკლედ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ. ყველანაირი ლინკი იქნება აღწერაში, აი თელას აქვს მაგალითად გამზადებული ფაილი, სადაც რაღაც პროცედურა არის ჩამოთვლილი. თუ პირობითად OM Energy ან დავითი არ გეყოლებათ თქვენ ახლოს, შეგიძლიათ მინიმუმ ეს ლინკი ნახოთ და გაეცნოთ და შემდეგ უკვე იმ კომპანიასთან, ვისთანაც გადაწყვეტთ თანამშრომლობას და ვისაც აირჩევთ იმისთვის, რომ დაგიყენოთ და გაგიმართოთ ეს სისტემა, ისინი დაგეხმარებიან დარწმუნებული ვარ. გადავიდეთ საქმეზე? გადავიდეთ. დავიწყოთ მაშინ. ესეც ასე ინტერნეტიც გვაქვს, არტეკა სიგნალიც გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მზად არის. ბიჭები სახურავზე არიან, დრონი მზად არის, რამდენიმე წამში და დავიწყებთ ატვირთვას. სახლის უკან არის პანელები განთავსებული. Let's go. ეხლა მოვალ მე შენთან ახლოს. ხო? ეხლა მიეხმარე თვითონ იმას. ხო? ეგა. აუ. ავიდა ისტორიული მომენტი, მეგობრებო. საქართველოში პირველად ზის პანელი დრონით ადის ჭერზე. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი, ეს ხშირად არ მოხდება. ოღონდ ცოტა ნელა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ მოძრაობა აქვს ისეთი გლავრი. მოვიდა! შო! გავიდა! სამიასურე. აი, ნელა, გააბალანსე. ამ მომენტში საქართველოში პირველად ხდება ეს ამბავი, როდესაც დრონით ვაკეთებთ ზის პანელების ატვირთვას სახლის სახურავზე, სადაც აი ბიჭები ელოდებიან უკვე და განახორციელებენ მონტაჟს და ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები. სხვათა შორის რთულ რელიეფურ პირობებში და ზოგადად რთულ მისადგომ ადგილებში მსგავს ტექნოლოგიას მე მგონი ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, რადგან ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური და უალტერნატივოა აი ეს გზა ტვირთის აზიდვის ან ატანის ნებისმიერ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კორპუსი, ეს იქნება სახლი, ეს იქნება მზის პანელი თუ თუნდაც სამშენებლო მასალები. აი ბიჭები ახლა ჩახსნიან. თან მიხარია, თან მეამაყება რა, რომ საქართველოში ამას ვაკეთებთ და შესაძლებელია უკვე აი ესე მუშაობა, რასაც ძალიან დიდხანს უყურებდი ხოლმე საზღვარგარეთ. ბალანსა. დავიდა. 5 კილო დამიწერა. Let's go. მილა ვერც კი ხდება, მილა რო გაიზრდება, мама, თუ გაიზარდე და უყურებ ხა ამ ვიდეოს, არ დაგცინო ესე რომ მუშაობ. ვიცი რომ თქვენს დროს უკვე სხვანაირი ტექნოლოგიები არსებობს. უფრო სწრაფი, ზუსტი და ისეთი შედეგიანი ტექნოლოგიები გაქვთ მართალია, მაგრამ ჩვენც ეს რო არ გვექნა, სხვანაირად არ გამოვიდოთ. ხო გქონიათ აი რაღაც მუღამები, რაც მაგრა გემუღამებათ. ალბათ მიხვდებოდით ჩემი მაყურებლები და გამომწერები, რომ ჩემთვის ეს მუღამები არის დრონი და დრონთან დაკავშირებული და ფრენას დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობები და ძალიან მეამაყება, აი ძალიან ისეთი ვარ, რომ
ამაყიდან თავდაჯერებული ვარ, რომ ანუ ეს მოვახერხეთ და ამას ვაკეთებთ რა. და არა მარტო ეს შეგვიძლია. ამაყი ვარ, რომ შევძელით გურიაში ხალხის დახმარება. ამაყი ვართ, რომ შევძელით 155 კვადრატული მეტრი დროშა გვეფრინა ქალაქის თავზე. შევძელით 500 ბუშტის ერთად ფრენა ბათუმის თავზე ავტომატიზირებული დაგეგმის მარშრუტით. მოკლედ, ძალიან გვიხარია, რომ ეს რაღაცებს ვაკეთებთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, ჩვენც პირადად რამდენიმე თვეში ან რამდენიმე ერთ-ორ წელიწადში ჩვენც ვიფრენთ დრონებით და ამას საერთოდ არ ვამბობ ხუმრობით. ესეც ბოლო პანელის ატანა დღეისათვის და ჯერჯერობით, სანამ შემდეგი საქმიანობა არ გვექნება პანელების ატანა და ეგ არის. ესეც ასე ეს დღეს დადგა ჩვენი ამოზიდული მზის პანელები და OM Energy-ის მოტანილი მზის პანელები და დამონტაჟებული უკვე აქ არის. ბოლო რამდენიმე პანელსაც ვაყენებთ და 8 კილოვატი ჩვენი სახლის სახურავზეა. კარგია, რომ ბუნებრივი ენერგიის ეხლა უკვე დაგროვება შეგვეძლება. მზე ეხლა ყველაზე მეტად აჭერს მე მგონი ჩვენ სახურავზე. პიკის საათში 8 კილოვატი ენერგიის საათში გამომუშავებას შევძლებთ დაგროვებას. ჯერ მოხმარებაში მიაქ ესე მუშაობს თორმე ეს პრინციპი. ჯერ მოხმარებაში და რაც მოხმარებაში აღარ გაქვს, მაგალითად 2 კილოვატს თუ მოიხმარ სახლი, 2 კილოვატი მოხმარებაში მიდის და დანარჩენი 8-დან 6 კილოვატი მიდის დაგროვებაში რა. და ესე ყოველდღიურად მოკლედ ივსება ჩვენი და აღარ შეგვეშინდება, რაც ყველაზე მთავარია, აწი ჩვენთან გოშიგორაზე დიღომში დენის წასვლას, იმიტომ რომ ჩვენს უბანში ძალიან ხშირია ხოლმე სამწუხაროდ ეგ ამბავი. არ მჯერა რომ ეს შევძელით, მაგრამ ბოლოში გავედით მე მგონი. დღეს არა, მაგრამ ხვალ უკვე გავტესტავთ ამ ყველაფერს. ხვალ გააქტიურდება EcoFlow-ს device-ი და ეგ არის. ესე იგი, ეს არის Tier 1 ყველაზე ხარისხიანი მზის პანელები, რომელიც არსებობს ბაზარზე. ანუ თითოეულ მზის პანელს შეუძლია დააგროვოს დაახლოებით 480 ვატ-საათი. ჯამში 8 კილოვატი, რაც თქვით და ეს იყო შესაძლებელი რეალურად ჩვენი სახლის სახურავის ამ ნაწილზე, სადაც შეიძლებოდა პანელების მონტაჟი. მეტი ფიზიკურად შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენთვის ყველამდე საკმარისი არის და რა ვიცი, მოგიწოდებთ ყველას, რომ ვისაც შეგიძლიათ განსაკუთრებით თბილისში აუცილებლად მოვასწარეთ, სანამ შეგიძლიათ ნეტო აღრიცხვაში ჩართვა. და ყველაზე მაგარი მარტო ელემენტებზე მოგიწევთ. ყველაზე მაგარი რაღაც არ გვითქვამს. რეალურად მე არ ვიცოდი ეს მზის პანელები სად ყენდებოდა ზუსტად, ეხლა პირველად ვხედავ მე ამ დაგეგმარებას. მაგას ფიქრობდი, რომ რამდენად დიდი არის ჩვენი სახურავი იმისთვის, რომ ამ ხელა კილოვატიანი მზის პანელების ესე თქვა სექცია გაგვეშალა, მაგრამ როგორც ვთქვათ, საკმაოდ პატარაა და საკმარისი არის ერთი სახლისთვის. მოკლედ, ესეც ვიდეოს პირველი ნაწილი, ხოლო ეხლა გადავიდეთ უშუალოდ EcoFlow Power Ocean-ის მონტაჟზე. ხვალ გავაგზავნოთ. რაც შეეხება მეორე დღეს, უკვე დავიწყეთ სამუშაოები, რაც გულისხმობს კონკრეტულად შიტის თავიდან გამზადებას იმისთვის, რომ დავაერთოთ EcoFlow-ს, Power Ocean-ი, აი ესე გამოიყურება ეხლა შიტი, რომელიც გავამზადეთ იმისთვის, რომ აქედან გამოვიდეს ძირითადი კაპელი 10 კილოვატიანი, რომელიც დაერთდება. ძალიან საინტერესო პროცესია და აი ესე მიდის ეხლა კონკრეტულად აწყობა Power Ocean-ის დაერთება ერთმანეთზე, დაერთება grid-ზე და შემდეგ უკვე ტესტინგის დროც მოვა. მოკლედ, ეს არის პლუს-მინუსი, რომელიც ჩამოდის ჭერიდან, ანუ 8 კილოვატი მზის პანელებიდან, რაც გუშინ დავაყენეთ და მინდა ვთქვა ის, რომ შეგიძლიათ EcoFlow-ს Power Ocean-ის ელემენტები და ეს სისტემა დაერთოთ სხვა ბრენდის, ანუ მესამე მწარმოებლის ინვერტერზეც. ამ ინვერტერის უნიკალურობა არის იმაში, რომ ინვერტერიც არის, ანუ ითავსებს ყველაფერს რა, ცალკე ინვერტერის ყიდვა არ გიწევს, როდესაც ყიდულობ ამ სისტემას. იდეალური რაღაცა არის, რაც შეიძლება სახლში, კერძო სახლში დაწესებულებაში ან მცირე საწარმოში შეიძლება გქონდეს. ასევე არის ცეცხლგამძლე რკინის корпуსი აქვს და საკმაოდ ისეთი მაღალი სტანდარტებით არის დაცული. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი დასჭირდება, იმიტომ რომ შიგნით ვაყენებთ ინტერიერში, ხმა არ აქვს, სუნი არ აქვს, ერთადერთი ეს გათბება ხოლმე, დარწმუნებული ვარ და ამისთვისაც რაღაცა ბექაპლენი არის, რომ გადანაწილდება სითბო და პლუს თავისი რადიატორებიც აქვს. ესეთ ასე გავედით ბოლოში და ეხლა მე თქვენ განახებთ თუ როგორ არის დაყენებული EcoFlow-ს Power Ocean-ი მთელ სახლში. აქვე არის დრონი, ჩვენი გმირი, რომელმაც დაგვაზოგინა ძალიან დიდი სამუშაოები და სახურავზე 17 მზის პანელი ავტვირთეთ ალბათ 15-20 წუთში მაქსიმუმ, ესეც პირველ ჯერზე და უფრო აჩქარებადია. პირველ რიგში სანამ Power Ocean-ს გადავალ, უნდა განახოთ ჩვენი შიტი, საიდანაც აი ესე აკურატულად გადავიყვანეთ კაბელები და ერთდა ყველაფერი. მაქსიმალურად უსაფრთხოდ
და მაღალ დონეზე დაყენდა OM Energy-ს ტექნიკოსების მიერ Power Ocean-ი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ EcoFlow-ს ერთ-ერთი პარტნიორია OM Energy, რომელიც აყენებს, ესე ვთქვათ, ამ სისტემას. ხოლო რაც შეეხება თვითონ Power Ocean-ს, ძალიან მარტივია. აქ გვაქვს ჰიბრიდული ინვერტერი, სამფაზიანი ამ შემთხვევაში, თუმცა არსებობს ფაზანოლიანი, 10 კილოვატიანი სიმძლავრის, ფაზანოლიანი არის 6 კილოვატიანი სიმძლავრის. მიღება შეუძლია დაახლოებით 12 კილოვატი მზის პანელის ენერგიის, ხოლო გაცემა დატვირთვა სიმძლავრე 10 კილოვატიანია, ესე ვთქვათ. შემნახველი სისტემა, თითო 5 კილოვატიანი ელემენტი, როგორც უკვე იცით. და მოკლედ იდეალურად არის ყველაფერი გაყვანილობა. დეტალებზე არ გადავალ, ამაზე ცალკე გადავიღებ დეტალებზე ვიდეოს GDTech-ის არხზე, ვისაც დეტალებში გაინტერესებთ ეს სისტემა, ასევე ფუნქციონალი და ყველაფერს იქ აგიხსნით. ხოლო რაც შეეხება ამ ნაწილს, ეს არის სკრინი, რომელიც აი ესე მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ და სახში გამოიყენოთ. რეალურად აპლიკაციაშიც იგივე მონაცემები გაქვთ. დღეს-დღის განმავლობაში კარგი ამინდი იყო ასე თუ ისე 51 კილოვატი გამოემუშავეთ, ხოლო მოხმარება ჰქონდა 12 კილოვატი სახში. და ესეთი ძალიან მარტივი დიზაინია მოცემული. ამ ყველაფერსაც ჩავშლეთ უკვე GDTech-ის ვიდეოში. მოხმარება, ენერგოდამოუკიდებლობა, რატო არის ეგ 70% და არა მაგალითად 80-100, ამასაც გეტყვით. მე როგორ სისტემაზე ავაწყე, სისტემა ძალიან მარტივია. ესე იგი, მზის პანელი, სახლის მოხმარება ლაივში, ეხა ამ მომენტში მზის ისა ელემენტი, უშუალოდ შემნახველი ელემენტი, ხოლო რაც რჩება უკვე მიდის გრიდში ან მოდის გრიდიდან. ეს სისტემა იდეალურად არის გამართული. რაც შეეხება დროს, ინსტალაციის დრო დაახლოებით უხეშად 2 საათი, ძალიან მარტივი საინსტალაციო არის და ძალიან user friendly არის, ხოლო ფუნქციურად გააქტიურებას ალბათ არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ 5-10 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ გააქტიურდეს ავტორიზებული პარტნიორის მიერ, რომელიც უშუალოდ დააყენებს თქვენთან. ერთ-ერთი მათ შორის OM Energy ან სხვა კომპანია. ასევე უნდა ვთქვა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები ისევ, რომ ამ პროდუქციას Power Ocean-ს აქვს 15 წლიანი გარანტია, რაც ძალიან მაგარი და ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აქვს IP სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ცეცხლგამძლეობას, რომელიც გულისხმობს -20 გრადუსში და +50 გრადუსში ფუნქციონირებას. არ ხმაურობს, არ აქვს კულერი, რადიატორებით გრილდება, არის ძალიან თხელი, მაგარი ვიზუალი, შესაძლებელია დაყენდეს როგორც შიგნით, ასევე უფრო შიგნით, ასევე უფრო გარეთ აივანზე და ასე შემდეგ. უზრუნველყოფს იმას, რომ იყოთ სრულიად ენერგოდამოუკიდებლები, თუ ესე ვთქვათ, ნეტო აღრიცხვის დახმარებით ჩათვლაზე ორიენტირებული აღრიცხვა. მთელი სისტემა გამართულია, მუშაობს იდეალურად. დანარჩენ უფრო დეტალებს, რა სისტემა, როგორ რანაირად, შიგნით კიდე ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია ტექ ენთუზიასტებისთვის და მსგავსი თემების მოყვარულებისთვის გადავიღებ ცალკე ვიდეო GDTech-ზე, სადაც დეტალურად ავხსნი ყველაფერს, ზემოთ როგორ არის დაერთებული, როგორ არის ჩამოყვანილი აქ, რა სად მიდის, როგორ და მე ფუნქციონალურად რა სად როგორ ვითვლით, ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გააქტიუროთ ზარისღელაკი, გელოდებით კომენტარებში კითხვებით, არ დაიშუროთ კითხვები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.